როგორც შეგპირდით ამ ვიდეოში მე წაგიკითხავთ წინა სიტყვაობას მესამე გამომცემლობასთან დაკავშირებით. როდესაც ხო მოიცადეთ ეს არის ბლავატსკაიას ნაშრომი საიდუმლო დოქტრინა, ტომი პირველი, ვიდეო მეორე, სადაც მე კითხულობ წინა სიტყვაობას მესამე გამომცემლობასთან დაკავშირებით. როგორც შეგპირდით, მე თქვენ არ გადაღრით, პატარა ნაწყვეტად მოგაწოდებთ, ინფორმაციას შევეცდები, ძალიან არ გამიგრძელდეს ვიდეო, რადგან სიმართლე გითხრათ, ეს ნაშრომი ბლავატსკაიას არა რუსულად კი მესმის მე რა წერია, მაგრამ არ დაგიმალავთ და ქართულად ძალიან ჭირს როგორ მე ვცდილობ ისეთი სიტყვები შევარჩიო, რომ თქვენთვისაც იყოს გასაგები და თარგმნის შინაარსით გადმოგცეს. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს არის ეზოტერიკური ლიტერატურა, ოკულტური ლიტერატურა და ქართულ ტერმინოლოგიაში, რადგან ჩვენთან საქართველოში არ არის განვითარებული გავრცელებული უпростоრად საქართველოში არ არის ეზოტერიკური და ოკულტური ლიტერატურა, რადგან ეს ითვლება მაგალითად ჩემ ახალგაზრდობაში ითვლებოდა ეშვაგისეულად, სადაც კი სიტყვა იყო ნახსენები ეშმაკი და მასთან დაკავშირებული რაღა ტერმინები, ამ ლიტერატურას მაგალითად მე თავს ვარიდებდი, რადგან მორწმუნედ მომქონდა თავი. ხო და არა, მე ახლა მორწმუნე არა ვარ იმ რელიგიების, რაც დედამიწაზე არსებობს, არა. მე მწამს იმ ერთობის კანონის მწამს შექმნელის და მწამს იმისი, რომ ყველა ჩვენთაგანში არის ღმერთი და მონა არავისი როტერია მონა ღვთისა, არა ვარ ჩვენ არავისი მონა. კარგი, მოდით ნუ გადავუხვდეთ თემას, დავიწყოთ. წინა სიტყვაობა მესამე გამომცემლობასთან დაკავშირებით. როდესაც ვამზადებდით ამ ნაშრომს დასაბეჭდად, ჩვენ შევეცადეთ შეგვესწავლა ლიტერატურული სკოლის დეტალები, მაგრამ არ ვეხებოდით მთავარ საკითხებს. ელენა პეტრეს ასული ბლავატსკაიას, რომ ეცხოვრა მისი ნაშრომის ახალ გამომცემლობამდე, ის შეასწორებდა და გააფართოვებდა ამ ნაშრომს. ენის ცუდი ცოდნის გამო არასწორად გამოთქმული აზრები იქნა შესწორებული. წყაროები, რომლებიც ნახსენები იყო, ყველა გამოვიძიეთ და შევადარეთ, რამაც დიდი შრომა გვანახა, რადგან ბევრი მითითებული წყაროები იყო არასწორი ზოგჯერ და აგრეთვე იყო მიღებული ერთიანი სისტემა სანსკრიტული სიტყვების ტრანსკრიფციისთვის. ჩვენ ვარი ვთქვით ტრანსკრიფციისაგან, რომელიც მიღებულია დასავლური აღმოსავლური მცოდნეებით და გადავეცით თანხმოვნები, რომლებიც არ ხდება ინგლისურ ალფავიტში, ანბანში. კომბინაციებით, რომლებიც მიახლოებით ემთხვევა ხმოვან ნიშნულობას და მოვნიშნეთ ხმოვანი
ბგერების ხანძლივობის ნიშნებით. ზოგ შემთხვევაში ჩვენ მონიშნები ჩავსვით თვით ტექსტში, მაგრამ ეს კეთდება ნაკლებად და მხოლოდ მაშინ, როდესაც მინიშნებები შეადგენენ ტექსტის ნაწილს. ჩვენ დავამატეთ მისანიშნი სწავლებების დასახმარებლად და ჩავსვით ის ცალკე ცნობების მოპოვების გასაადვილებლად. გაწეული შრომისთვის ჩვენ ვუხდით დიდ მადლობას A.J. Holdings Ani Bezanti. Gurus Midi, Londoni 1893 წელი. ხო, ახლა კი ვაგრძელებ. ინგლისში თეოსოფიური ლიტერატურის გამოჩენის შემდეგ მას უწოდებდნენ ეზოტერიკულ ბუდიზმს და გახდა ჩვეულებრივი ამბავი და მან დაამოწვა ძველი ანდაზა. შეცდომითი აზრი მიგორავს დახრის გზაზე, როდესაც ჭეშმარიტება უნდა ადიოდეს აღმართზე დიდი ძალის ხმევით. შედეგად შეიძლება ბევრმა არ იცის თუ რა არის თეოსოფია. ხო, ახლა მე რომ მოვიძებნიე თეოსოფია კი ინტერნეტში არის ამ სიტყვის ასლს მოიპოვებთ ინტერნეტში თუ მოიძებნიებთ, მაგრამ მე გეტყვით ჩემი სიტყვით. ეს არის თეოსოფია არის სწავლება ღვთაებასთან დაახლოების შესაძლებლობა და იმ სამყაროს იმ ქვეყნიური სამყაროსთან ურთიერთობა. აი მაგალითად ჩვენ ვართ ჩვენ ფიზიკურ სხეულში, მაგრამ ჩვენი სულიერი სხეულები და არანჩენი სულიერი სხეულები ხო იმ ქვეყნიერ სამყაროშია. დიახ, ადამიანი ერთდროულად ცხოვრობს ორ სამყაროში, ფიზიკურ და იმ ქვეყნიერ სამყაროში, რომელსაც ჩვენ წრუ სამყაროს ვუძახით. ჩვენ ფიზიკური სხეული თვალებით ვერ ვხედავთ, მაგრამ ჩვენი სულიერი სხეულები ხომ ხედავენ იმ ხარეს ხედავენ. კარგით, მოდით ნუ წავიგრძელებთ ლაპარაკს და არ მინდა თემიდან გადავუხვიო. ახლა მე თქვენ განახეთ ბლავატსკაიას ფოტოს. ახლავე აგერა ეს არის ბლავატსკაია. ახლა კი გავაგრძელოთ. ადამიანურ გონებას არ შეუძლია დარჩეს თავისუფალი თავისი მოყოლილი, მაგალითად ჩვენი წინაპრებიდან დანერგილი რაღაც დოგმებისაგან, რაღაც მცდარი აზრებისაგან, ასე ვთქვათ. და დამკვიდრებული და გადაწყვეტილი აზრები ხშირად იქმნება მანამ, სანამ იქნება გაკეთებული საგნის ძირფესვიანი გამოკვლევა ყველა მის ასპექტებში. ეს ეხება გაბატონებულ მცდარ აზრებს, რომლებიც ერთი მხრივ ზღუდავს თეოსოფიას ბუდიზმთან, მეორე მხრივ ურევს რელიგიული ფილოსოფიის მდგომარეობას, რომელიც ქადაგებდა მეორე მხრივ ურევს რელიგიური ფილოსოფიის მდგომარეობას, რომელსაც ქადაგებდა გოტამ ბუდა.
დოქტრინებთან, რომლებიც მოყვანილი რომლებიც მოყვანილია ეზოთერიკულ ბუდიზმში. ბატონ სინეტის მიერ რთულია წარმოიდგინო რამე უფრო მცდარი, ვიდრე ეს. ამან მისცა საშუალება ჩვენ დღეს შეეძინათ ძლიერი იარაღი თეოსოფიის წინააღმდეგ. ერთმა ცნობილმა მეცნიერმა გამოთქვა თავისი აზრი. ამ მოხსენებულ ტომში არ იყო არც ეზოტერიზმი, არც ბუდიზმი. ეზოთერიკული ჭეშმარიტებები წარმოდგენილია ბატონ სინეტის ნაშრომში. გამოქვეყნების მომენტიდან მოეხსნა ეზოტერიკული წოდება. აგრეთვე წიგნი არ შეიცავს ბუდას რელიგიას, მაგრამ შეიცავენ რამდენიმე მდგომარეობას სწავლებისა, რომლებიც ტომებში ამატებენ დახსნიან ბევრ რამეს, მაგრამ თუმცა მთავარი წესისები, მთავარი დოქტრინისა აღმოსავლეთისა ოდნავ წევს წელი საფარის ბოლოს, რადგან არავინ ადეპტებისგანაც კი მცხოვრები აქ ვერ შეძლებდა რომ უნდოდეთ გარჩევის გარეშე ამ ურწმუნო სამყაროს მისცეს ის, რაც ასე სათუთად ინახებოდა ხანძრივი ეონების და ეზოთერიკული რაც ასე სათუდად ინახებოდა ხანძრივი ეონების და საკუნების განმავლობაში. ეზოთერიკული ბუდიზმი არის მშვენიერი ნაშრომი უიღბლო სათაურით, თუმცა სათაურის მნიშვნელობა იგივეა, რაც თვით დასახელება ამ ნაშრომისა. საიდუმლო დოქტრინა. ის აღმოჩნდა უიღბლო, რადგან ადამიანები ყოველთვის ჯიან ნივთებს გარეგნობით, ვიდრე მათი მნიშვნელობით და იმიტომ რომ ეს შეცდომა იმდენად საერთო გახდა, რომ თეოსოფიური საზოგადოების წევრები გახდნენ მსხვერპლი იმ შეცდომითი წარმოდგენისა, მაგრამ თავიდანვე ბრამინები და ბევრი სხვები პროტესტობდნენ მასეთი სათაურის წინააღმდეგ და მე დავამატებდი, რომ ეზოთერიკული ბუდიზმი იყო ჩემამდე მოტანილი დამთავრებული სახით და მე ვიყავი
გაუგებარ მდგომარეობაში თუ ავტორი როგორ აპირებდა სიტყვა ბუთხიზმის დაწერას. აქ ბუთხ მერე მძიმე ასევი და იზმი აბოლოებს ამ სიტყვას. პასუხის გებლობა აკისრია მათ, ვინც საზოგადოებრივი ყურადღება მიიქციეს პირველად ამ თემებით და თავი არ შეიწუხეს აეხსნათ თუ რა განსხვავება ბუდიზმის რელიგიური ეთიკის სისტემის, რომელიც ქადაგებდა, რომელსაც უпростоრად ქადაგებდა გოტამა ბუდა და მისი ტიტულის ბუთხა, ესე იგი არის ორი ნიშნულობა სიტყვა ბუთხისი, ბუთხა, რომელიც იწერება ორი ასოთი, ამას ერთი მნიშვნელობა აქვს და ისა ბუდა რომელიც იწერება, არა, ბუთხა, რომელიც იწერება ხო, ერთი ასოთი, ბუდიზმი. ბუდიზმი, სიტყვა ბუდიზმი ავიღოთ. ორი ნიშნულობა აქვს ამ სიტყვას, რატომ როგორ ახლა? თუ წერია ორი დ, ამას სხვა მნიშვნელობა აქვს სიტყვა ბუდიზმში. თუ წერია ერთი დ, ამას სხვა მნიშვნელობა აქვს. და ტიტული ბუთხა არის ტერმინი ბუთხა ლათინური ასოებით B-U-2-D-H-A. ორი დ წერია ბუთხა. ნიშნავს გამოსხივებას აზარენიე. და ბუდიზმის შორის ამ ტიტულის ბუთხა და ბუდიზმის შორის, რომელიც ნიშნავს სიბრძნეს ან ცოდნას, ხო, დიახ, სიტყვა ბუთხა აქვს, როგორც მითხარით, ორი მნიშვნელობა. კი, ბუდიზმსაც სიტყვა დაწერას, ბუდიზმსაც რომ დაწერთ ბუდიზმი ორი დ და ბუდიზმი ერთი დ, ბუთხაც სიტყვა ბუთხას აქვს ორი მნიშვნელობა. ერთი აზარენი გამოსხივება და მეორე ნიშნულობა არის სიბრძნე ან ცოდნა. ვიდია, ანუ უნარი ცოდნის ათვისების, შეცნობის, სანსკრიტიდან ის არია ძირი, ის არია ბუთხ, რაც ნიშნავს ცოდნას. ზნა, ბუთხ, მაგრამ აქ დ არის ერთი ასოთი. ამას ახლა მე თქვენ გაჩვენებ თუ შეხედეთ? შეხედეთ. აგერ, ბუთხა, ასე წერია ბუთხა, რაც ნიშნავს გამოსხივებას, ესე იგი ცნობიერების გამოსხივებას, განათებას, აზრის, მაგრამ არის აგრეთვე ბუთხა, აგერ, ბუდთხა, რომელიც ნიშნავს სიბრძნეს ან ცოდნას. ხო, და არის აგერ, უყურეთ, შეხედეთ, ესე იგი ხო, ვიდია, უნარი ცოდნის ათვისების, აგერ ხომ ხედავთ ისას,
ბუთხ ზევით ორი დუა ბუთხა აქანე ძირი ბუთხ ესაა ზნა ცოდნა znать ცოდნა იცოდე ჩვენ თვითონ ინდოეთის თეოსოფები ვართ ჭეშმარიტი ბრალდებულებები ამისა, თუმცა მოგვიანებით ძალის ხმევა არ დაგვიშურია იმისთვის, რომ შეცდომა გამოგვესწორებინა. ნახეთ, თეოსოფისტი ეს ნაშრომი ასეთ დასახელებით თეოსოფისტი და თარგმნელი მიგვანიშნებს, რომ ნახოთ თეოსოფისტი 1893 წლის კაბად გამოშვებაში ივნისის თვე. ხო, ამ გაუგებრობის აცილება იყო ადვილი. საჭირო იყო ორმხრივი თანხმობის შედეგად შეცვლილიყო სიტყვების წერის გრამატიკა და დაგვეწერა ბუდიზმი. ბუდიზმის მაგივრად. ახლა რას ნიშნავს დაგვეწერა ბუდიზმის მაგივრად? როგორც მე თქვენ გითხარით ამას წინათ ზედ ვიდეოს დასაწყისში სიტყვა ბუდიზმს გაჩნია როგორ დაწერ ისეთი ნიშნულობა ექნება. მაგალითად ბუდიზმი ერთი დუდ ან ბუდიზმი ორი დუდ. ხო, და ჩვენ შეგვეძლო დაგვეწერაო ბუდიზმი ერთი დუდ ბუდიზმის მაგივრად, ესე იგი სადაც ორი დეა იმ სიტყვის მაგივრად. ხო, მაგასაგები. ახლა გაჩვენეთ ამას მე თქვენ მაინც უყურეთ. მაინც სადა ვიცოდეთ ახლა აგერა ახლა აგერ ათავში აგერ უყურეთ აგერ შეხედეთ დაგვეწერათ უნდა ბუდიზმი ერთი დუ ამ სიტყვაში ამ ესე იგი ორ ასო დ შემადგენლობის სიტყვის მაგივრად. ამ უყურეთ ბუდიზმის მაგივრად. ადრე წერდნენ ამ სიტყვას ორი დუთი ბუდიზმი და ჩვენო ბუდიზმი ერთი დუდ უნდა გადაწყვეტოთ და დაგვეწერაო ერთი დუდ. და რა მნიშვნელობა ამას კიდევ გეტყვით ახლა. ხო, ეს ტერმინიც არასწორია, ესე იგი ეს სიტყვა ბუდიზმი ერთი დუდ ასო დუთი ესეც არასწორიაო, რადგან ინგლისურ ენაში საჭიროა დაწერო და წარმოთქვა ბუდაიზმი, არა ბუდიზმი, არამედ ბუდაიზმი, ორი დუთი. ბუდაიზმი. ხომ გასაგებია? მათ მიმდევრებს კი უნდა უწოდო ბუდაისტები. ახლა ვიგაჩვენებთ აგერა ბუდაიზმი და მათ მიმდევრებს უნდა უწოდო ბუდაისტები. ბუდაისტები. ამის ახსნა საჭიროა მასეთი ნაშრომის საწყისში, როგორც ნამდვილი სიბრძნის რელიგია არის მთელი მსოფლიოს მემკვიდრეობა, მიუხედავად იმისა, რომ ეზოტერიკული ბუდიზმში გაკეთებული მტკიცებულებისა, რომ 2 წლის უკან
იმ დროინდელი 2 წლის უკან ეს არის 1983 წელი, მხოლოდ მე კი არა, არამედ არც ერთმა ევროპაში მცხოვრებელმა არ იცოდნენ მეცნიერების ანიბანი, რომელიც პირველად იყო აქ მოცემული სამეცნიერო ფორმაში და ასე შემდეგ. ეს შეცდომითი მტკიცება შემოიპარა დაუდევრობის გამო. მწერალმა იცოდა ყველაფერი, რაც იყო გამოქვეყნებული ეზოტერიკულ ბუდდიზმში. ხო, მე ასე იმიტომ წავიკითხე, რომ თქვენ მიხვდეთ, რომ 200 წერია. ბუდდიზმი. ბუდდიზმში მწერალმა იცოდა თუ ყველაფერი თუ რაც იყო გამოქვეყნებული ეზოტერიკულ ბუდდიზმში და უფრო მეტიც მრავალი წლით ადრე, ვიდრე ეს გახდა მისი მოვალეობა, გადაეცა საიდუმლო დოქტრინის რაღაც მცირე ნაწილი ორ ევროპელებს. ერთი მათგანი იყო ავტორი ეზოტერიკული ბუდდიზმისა და რასაკვირველია, ის ვინც ამ ტექსტს წერს, მას აქვს ორმაგი უპირატესობა იყოს ევროპეული წარმოშობის და ჰქონდეს იქაური ცოდნა. ამის გარდა ფილოსოფიის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელშიც აღწერა სინეტმა, სინეტი რუსულად 2 ნუთი და 2 ტუთი იწერება, იყო როგორც საგანი სწავლული ამერიკაში იქამდეც, სანამ გამოქვეყნდებოდა გამოაშკარავებული იზიდა. და ამ საგანს სწავლობდა 2 ევროპელი და ჩემი მეგობარი პოლკოვნიკი გ.ს. ოლკოტუ. 3 მასწავლებლებიდან, რომლებიც ყავდა ოლკოტს. პირველი იყო ვენგრელი რჩეული, მეორე ეგვიპტელი, მესამე ინდუსი. სპეციალური ნებართვით ოლკოტმა გადმოსცა ზოგი სწავლება და თუ მაგ ორმა იგივე არ ქნეს, ეს მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ მათ ნება არ მისცეს, რადგან მათი დონე საზოგადოებრივი მუშაობისთვის ჯერ არ დამდგარა, მაგრამ სხვებისთვის ეს დრო დადგა და ამის მტკიცებულება ის თუ რა კარგი ნაშრომები დაწერა ბატონ სინეტმა. ამის გარდა უნდა გაითვალისწინო ყველაფერი მთავარი, რომ არც ერთი თეოსოფიური წიგნი არ შეფასდება დამატებითი საგანძურის მინიჭებით ავტორობის ავტორიტეტის შეძენით. ესე იგი, მე ცოტა ახალი არ ვიცი გამომივიდა თუ არა სუსტი თარგმანი, მგონი მაინც ვერ გადმოვეცი აზრი ამ წერანდებისა. კარგი, მე ხა შევესწრები თქვენ 2 სიტყვით გითხრათ. მთავარი ის არის, რომ ვერც ერთი თეოსოფიური წიგნი ვერ გადმოსცემსო, ესე იგი, დამატებით შეფასებას რაღაც, მაგალითად, როგორ გითხრათ, ასე ვთქვათ, ვერც სახელს მოიხვეჭავს მისი ავტორობით, ვერც რამე საგანძურს ვერ შეიძენს. ესე იგი, თუ ავტორი ვერ მოიხვეჭს, ასე ვთქვათ, სახელს, იმიტომ რომ თეოსოფიური ნაწარმოები ამის საშუალებას, თეოსოფიური ნაშრომები არ აძლევენ ადამიანს. გონი გასაგებად ვთქვი. ამას ვინც წერს თავისი პრინციპებიდან გამომდინარე.
ადი ან ათხი ბუთხა ერთიანი ანუ პირველადი და უმაღლესი სიბრძნე არის ტერმინი რომელიც გამოიყენება არია სანგით მის წერილებში ახლა კი ყველა მისტიკების მიერ ჩრდილო ბუდიზმისა აქ უკვე ერთი წერია ამ სიტყვაში ჩრდილო ბუდიზმისა ეს სანსკრიტული ტერმინია და დასახელება რომლებიც მიანიჭეს ყველაზე ადრინდელმა არიებმა ამოუცნო ღვთაებას სიტყვა ბრამა ხო შეგი ეს სანსკრიტული ტერმინია და დასახელებაა რომლებიც მიანიჭეს ყველაზე ადრინდელმა არიებმა ამოუცნო ღვთაებას როგორც ყოველთვის ავრე ყველაფერი სიტყვა ბრამა არ ხვდება ვედებში არც სხვა ადრინდელ ნაშრომებში ის ნიშნავს აბსოლუტურ სიბრძნეს სიტყვა ბრამა ნიშნავსო აბსოლუტურ სიბრძნეს და ადიბხუტა გადათარგმნა ფიტცედუა ფიტცედუარდეს მიერ ეს სახელი რაღაც სახელი და გვარის სახელწოდება დასახელება უფრო სწორად უცნაურია ხო ფიტცედუარდეს მიერ ამ ფიტცედუარდემ გადათარგმნა ადიბხუტა ხო იგიც ნაწარმოებია ხოლო უკაცრავად ახლა თქვენ საგერიეთ ტვინი კიდევ წავიკითხავ მეორედ ამას რომ შეცდომა გამოვასწორო სად რა არასწორად ნათქვამი ხომ გითხარით არა იოლი გადასადარგნი არა რუსულად კი მესმის ეს მაგრამ ქართულად რა არის ეს ეზოტერიკური ლიტერატურა გადათარგმნა ხო სიტყვა ბრახმა არა ბრამა სიტყვა ბრამა არ ხვდება ვედებში არც სხვა ადრინდელ ნაშრომებში ბრამა ნიშნავს აბსოლუტურ სიბრძნეს და ადიბხუტას ადიბხუტას ნიშნავს აბსოლუტურ სიბრძნეს და ადიბხუტას და გადათარგმნილია როგორც ფიტცედუარდეს ხოდით ეს გვარია მე გეტყვით რუსულად როგორ წერია ხ ო ორი ლ მერე მძიმე და მერე ომ ხოლომ პერვიჯინო ხოლომ მაგრამ ქართულად გადათარგმნილია ხოლის მიერ ნუ დავწერე როგორც ისე ხო უნდა თქვა ხოლით დამიწერია გადათარგმნილია ხოლის მიერ გვარი ასეთი კიდევ გეუბნებით როგორც მარადიული
შეუქმნელი ყველაფრის მიზეზი. არა მე არ შემეშალა. ასე ეწერა რუსულ თარგმანში. შეუქმნელი ყველაფრის მიზეზი. უთქმელი ეონების გზა უნდა გასულიყო მანამ, სანამ ბუდას ეპიტეტი ერთი დუ წერია სიტყვა ბუდაში, ერთი დუ რუსულად. და მეც ქართულად ერთი დუ დავწერე. ბუდას ეპიტეტი გახდებოდა იმდენად გაადამიანებული, რომ სიტყვა ტერმინი შეიძლებოდა ეს ტერმინი შეიძლებოდა გამოქვეყნებულიყო ხო მოკვდავებისთვის. ესე იგი ეს ტერმინი ამ ტერმინმა მანამ გაიარაო თავისი გზა, სანამ ბუდას ეპიტეტი გახდებოდა იმდენად გაადამიანებულიო, ესე იგი დრო სჭირდებოდა, რომ ამ სიტყვა ბუდა შეჩვეუდნენ ადამიანები და განხტარიყო მათი, აი როგორც ახლა ქრისტიანობა ჩვენ ვუყურებთ როგორც ჩვეულებრივ საქმეს, ხო? ჩვენ დავიბადეთ ქრისტიანულ სამყაროში, ქვეყანაში, ჩვენ ვართ დასაკვირველი ქრისტიანები. უბრალოდ შეჩეული ვართ წამს, ვართ მოწუნეები, არა ვართ მოწუნეები. ხო, შეჩეული ვართ ამას, რომ ჩვენ ვართ მართლმადიდებლები, ხო? ასე, დრო დასჭირდათ, სანამ ხალხი შეეჩვეოდა ტერმინს ბუდა. და როდესაც გაადამიანურდაო ეს ტერმინი, მაშინ მხოლოდ მაშინ შეიძლებოდაო ამის გამოქვეყნება მოკვდავებისთვის. მანამ ისინი ვერ გაიგებნენო. ხო, მხოლოდ ახლა შეგძელითო, როდესაც მოკვდავებმა მიიღესო, ესე იგი, როგორ ვთქვათ, როგორც ყოველდღიური ყოფა მიიღესო ეს ტერმინი, მაშინ შეგძელითო ამის გამოყენება, ამ ტერმინის გამოყენება მოკვდავებისთვის. და ბოლოს ეს ტერმინი გამოყენებული იყო მათ მიმართ, ვინც წარმოადგენდა კეთილ შობილებას და რომლების ცოდნა ექვემდებარებოდა მის ტიტულის ბუდა მოუდრეკელი სიბრძნისა. აქ უკვე ბუდა წერია ორი დუ. ბუდა მოუდრეკელი სიბრძნისა. ბოთხა, სიტყვა ბოთხა ნიშნავს დაბადებამდე უნარის ფლობას ღვთაებრივი გონებით ან გაგებით. კიდევ გავიმეორე. სიტყვა ბუთხა ნიშნავს დაბადებამდე უნარის ფლობას ღვთაებრივი გონებით ან გაგებით. ბუდა ორი დუდ, ასო დუდ. ბუდა ამ პირადი ძალისხმევებით დაუფლება და დამსახურებებით მაშინ, როდესაც ბუთხი არის უნარები შემეცნებისა არხი, რომლის დახმარებით ღვთაებრივი ცოდნა აღწევს ეგოს, სიკეთის და ბოროტების გაცნობა, აგრეთვე ღვთაებრივი სინდისი და სულიერი სული, რომელიც არის გამცილებელი ატმისთვის, როდესაც ბუთხი ორი დუ იწერება, ბუდდხი, შთანთქავს ჩვენ ეგოტიზმს, არა, არ შემშლია, რუსულენაში წერია ეგოტიზმი. სიმართლე გითხრა, მე ვფიქრობ, რომ ეს ეგოიზმია, მაგრამ მე მაინც მოვიძებნიებ დაბა ამ სიტყვას.
ინტერნეტში და ვნახავ. ესე იგი, როდესაც ბუთხი შთანთქავს ჩვენ ეგოტიზმს, ანადგურებს მას მის ვიკარებით, ავალო კი ტეშვარა, მის ვიკარებით ავალო კი ტეშვარა ხდება ჩვენთვის გამოვლენილი და ნირვანა, ანუ მუქტი მიღწეული. მუქტი იგივეა, რაც ნირვანა. განთავისუფლება მაიას ტენეტებიდან, ილუზიები. ხო, აქ სიტყვა მაია ნიშნავს ილუზიას. საერთოდ სიტყვა მაია. ბოთხი არის აგრეთვე თავისებური ტრანსის მდგომარეობის დასახელება, რომელსაც უწოდებენ სამათხის, რომლის დროსაც სუბიექტი აღწევს სულიერი ცოდნის მაღალ საფეხურს. უჭკუო არიან ისინი, ვინც თავიანთ ბრმა სიძულვილში ბუდდიზმის, ასე იმიტომ ამბობ, რომ აქ ორი დეა და თქვენ რომ მიხვდეთ. მიმართ არიან მიმართული, უარყოფენ მის ეზოთერიკულ სწავლებებს, რომლებიც არიან აგრეთვე ბრამინების სწავლება. მხოლოდ იმიტომ, რომ დასახელება ასოცირდება მათ მიერ პრინციპებთან, რომლებსაც ისინი განიხილავენ როგორც ბორო დოქტრინებს, რადგან არიან მონოტეისტები. ჩვენ ეპოქაში უხეში და ანტილოგიკური მატერიალიზმისა მხოლოდ ერთი ეზოტერიკული ფილოსოფიას შეუძლია გაუმკლავდეს განმეორებით შეტევებს ყველაფერი იმისა, რასაც ადამიანი თulis ყველაზე ძვირ ფასად ჭეშმარიტი ფილოსოფოსი, რომელიც სწავლობს ეზოტერიკულ სიბრძნეს, სრულიად თავისუფლდება პიროვნებებისაგან, დოგმატური რწმენებისაგან და რელიგიებისაგან. ამის გარდა, ეზოთერიკული ფილოსოფია არიგებს ყველა რელიგიას დახსნის ყოველისაგან მის გარს ადამიანურს და მიუნიჭებს ფესს ყოველისა სხვა უდიდესი რელიგიის მნიშვნელობაზე. ის ამტკიცებს საჭიროებას ღვთაებრივი და აბსოლუტური პრინციპისა ბუნებაში. ის აგრეთვე არ უარყოფს ღვთაებას და მზეს. ეზოთერიკული ფილოსოფია არასდროს არ უკვაგდებს ღმერთს ბუნებაში, მასევე როგორც ღვთაებას, როგორც აბსოლუტურ და აბსტრაქტულ არსებას. ის მხოლოდ არ აღიარებს მრავალ ღმერთებს მონოტეისტური რელიგიებისა შექმნილი ადამიანის მიერ მისი ხატის მიხედვით წმინდანებად და გამოხატული მუდმივ ამოუცნობი კარიკატურებისა. ამის გარდა რეკორდები, რომელსაც გთავაზობთ მკითხველს, ეხვევიან ეზოთერიკული დოქტრინებს მთელი მსოფლიოსი კაცობრიობის დასაწყისიდან და ბუდიზმის ოკულტიზმს უკავია მათ შორის თავისი კანონიერი ადგილი, არა მეტი ჭეშმარიტებად ნაწილებიდან
არა, ნაწილებიდან არ მithქვამს მე. ნაწილები ეს არის მე ავტორი გულისხმობს ნაწილებს და რისი მაგას გეტყვით. არის დან, არის ჯანა. ხომ და ავტორი გულისხმობს ხომ ამბობს უკავია მათ შორის თავისი კანონიერი ადგილი, არამეტი ჭეშმარიტად ნაწილები და მე დასახელება ეს არის ნაშრომების დასახელება. ესე იგი ამ რასაც მე ახლა ვიტყვი დავასახელებ, იგულისხმება ამ ორი ნაშრომიდან ნაწილების მოყვანას, ამოღებას. დიახ, ესე იგი და ეს ნაშრომებია დან ან ჯანა. დანი ჩინური და ტიბეტური ტერმინია ფონეტიკის მიხედვით ჩანი არის საერთო ტერმინი ეზოტერიკული სკოლისა და მათი ლიტერატურის. ძველი წიგნებში სიტყვა ჯანა ნიშნავს გარდასახვა. ის, ვინც გარდასახავს საკუთარ თავს მედიტაციის და ცოდნების დახმარებით. მეორე შიდა დაბადება. აქედან ძალიან, ეს იყო ნაშრომია ძალიან, მე გულისხმობ ნაშრომის დასახელებას, ნაშრომი ძალიან მეტაფიზიკისა გოტამასი, რაც არ უნდა ეგონოს მაღალ შეფარდებითი იმათ, ვინც არ იცნობს ძველი სიბრძნის რელიგიების დოქტრინებს, არიან მხოლოდ მთლიანობის ერთი მცირედი. ინდუსმა რეფორმატორმა შეზღუდა თავის სწავლებები სუფთა, მორალური და ფიზიოლოგიური ასპექტით სიბრძნის, რელიგიისა, ეთიკისა და ადამიანისა. ნივთები, უხილავი და არანივთებადი ყოფის საიდუმლოებები ჩვენი დედამიწის სფეროს მიღმა მაღალმა მასწავლებელმა დატოვა ხელუხლებელი თავის მიმართვებში მასების მიმართ, მაგრამ შეინარჩუნა საიდუმლო ჭეშმარიტებები თავიანთი რჩეული წრისთვის, არქეტიპისთვის. ესენი კი ღებულობდნენ და ინაცვლებდნენ განთქმული გამოქვაბულში საპტა პადნაში სატა პანი მახავანსი ბაი ბხარის მთის სიახლოვეს. ვებხარა მთის დასახელება, ადგილის დასახელება ვებხარა. ესე იგი გამოქვაბული ყოფილა სახელად საპტა პარნავა. ეს გამოქვაბული განლაგებულია რაჯაგრისაში, მაგათ ხაზში ძველი დედაქალაქი. ესა ძველი დედაქალაქი და იყო ის გამოქვაბული ჩეტა, რომელიც ნახსენები იყო ჩინელი და ხო, როგორც მე თქვი, რომელიც ნახსენები იყო ჩინელი პილიგრიმით, ფასიანით. ეს იმ ადამიანის სახელია, ფასიანით. ფასიანი. ხო, დეფიციტი იწერება ფასიანი. დრომ და ადამიანებმა, უბრალოდ დრომ და ადამიანურმა წარმოსახვამ ჩქარა და ამახინჯეს სიწმინდე და ფილოსოფია ამ სწავლებისა
იმის შემდეგ, რაც ეს სწავლება საიდუმლო და წმინდა არქატების წრიდან იყო გადატანილი ნაკლებად მომზადებულ ნიადაგზე, ვიდრე ინდოეთი მეტაფიზიკური წარმოდგენისთვის, როგორც ჩინეთი, იაპონია, სიამი და ბირმა. თუ როგორ მოიქცნენ ამ პირველად სიწმინდეს, ამ უდიდესი გამოცხადებებს შეიძლება ნახოთ, თუ შეისწავლით ეზოთერიკულ ბუდდისტურ ორიდულ, ამ შემთხვევაში ორიდულ ბუდდისტურ სკოლებს ძველ დროისა მათ თანამედროვე სამოში, არა მხოლოდ ჩინეთში და სხვა ბუდისტურ ქვეყნებში, საერთოდ, მაგრამ სხვა სკოლებში ტიბეტისა, რომლებიც გამოუცდელი და ამ საქმეში არ გარკვეულ პირებს დაუტოვეს და მონღოლური ნოვატორების იმედად. მკითხველმა უნდა გაითვალისწინოს ძალიან მნიშვნელოვანი სხვაობა, რომელიც არსებობს ორტოდოქსალური ბუდდიზმის ორიდუა და იმიტომ წარმოთქვეს სიტყვა ასე, ბუდდიზმის, ესე იგი გოტემა ბუდდდას, ორიდუა გოტემა ბუდდდას სწავლებას და მისი ეზოთერიკული ბუდიზმის აქ ერთი დუა შორის. ესე იგი გოტემა ბუდას ბუდდიზმის და უბრალოდ ბუდიზმის ერთი დუ ბუდიზმის შორის. საიდუმლო დოქტრინა არაფრით არ განსხვავდებოდა რჩეული ბრამინების დოქტრინებისაგან მაგ დროისთვის. ბუდდა იყო წარმოშობით არიების მიწიდან, ინდუსი დაბადებით და ქშატრია კასტით და იყო მოწაფე ორჯერ დაბადებულებისა, მიძღვნილი ბრაჰმანებისა, ანუ დვიჟა. მისი სწავლება იმიტომ არ განირჩეოდა მათი დოქტრინებისაგან, რომ მთელი ბუდისტური რეფორმა შედგებოდა მხოლოდ იმ ნაწილის გაცემაში, რაც შეინარჩუნეს საიდუმლოდ ყველასაგან, ტაძრის მიძღვნილებს და ასკეტების მოჯადოებული წრის გამონაკლისით. მისი ფიცის გამო მან ვერ გადმოსცა ის, რაც მას გადასცეს, თუმცა ის ასწავლიდა ფილოსოფიას დაფუძნებულ ჭეშმარიტ ეზოტერიკულ ცოდნაზე. მან სამყაროს მისცა მხოლოდ მისი გარეთა მატერიალური გარსი და მისი სული შეინახა მისი რჩეულებებისთვის. ბევრმა ჩინელმა მეცნიერებმა აღმოსავლეთ ცოდნეს შორის სმენიათ სულის დოქტრინის შესახებ, მაგრამ ვერავინ გაიგო მისი ჭეშმარიტი აზრი და მნიშვნელობა. ეს დოქტრინა იყო დაცული ძალიან სათუთად საიდუმლო საცავში, რომელიც შეფუთული ჰყავდა დოგმას და რომელსაც შეფუთული ჰყავდა დოგმა და მისწრაფება ნირვანა. მასე აცტუნებდათ და აღძნევებდა ცნობის მოყვარეობას მეცნიერებისა, რომლებიც მას სწავლობდნენ, მაგრამ არ შეეძლოთ ამ საიდუმლოების ახსნა. ლოგიკურად და ამ კვანძის გახსნა მოხდა უხეშად, მაგათმა მოჭრეს ეს კვანძი თხილად გახსნის მაგივრად და მაგათმა გამოაცხადეს, რომ ნირვანა ნიშნავს აბსოლუტურ განადგურებას. მოდით ჩვენ აქ შევჩერდეთ და
ვისაც გაინტერესებთ, ხო, შეგიძლიათ ეს ჩემი ნათქვამი გაანალიზოთ. რასაკვირველია, პირველი მოსვენით შეუძლებელია რამე გაიგო. მაგრამ წარმატებებს გისურვებთ, ჩემო მსვენელებო.